გაბრძანდი. მარია. გაბრძანდი და დავიწყოთ. დღეს 2026 წლის 12 იანვარს მისი ყურადღება სამღვდელო ესობის მარგალისა და ოვესეპისკოპოს მეფე მელქისედეკს შეუსრულდა 11 წელი, რაც ეპარქიაში ბრძანდება მესი უწმინდესობის მიერ დადგენილი. ამ დღესთან დაკავშირებით მეფე მელქისედეკმა გადაწყვიტა, რომ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს ჩვენს ეპარქიას, სესტაფონსა და ხარაგაულში სათნოების სახლში და სესტაფონში მერაბ გორდეზიანის სახელობის კათარზისში ბენეფიციარებს გავამასმენდეს და მოწყალება გასცეს. ეს სესტაფონში ტრადიციული არის, მობრძანდება ხოლმე მეუფე და თვითონ არის მასმენძელი ამ ბენეფიციარებისა. ამ დღეს ვილოცავთ მეუფეს ჩვენ ეპარქიაში მობრძანებას და უსურვებთ მას მრავალჟამიერ მეუფებას და მის მომფარველს შეფარებული ჩვენ ეპარქია მრავალჟამიერ მრავალსაწესო ყოფილიყოს. ვისარგებლებ ტელევიზია არგოს ეთერით და მინდა მიულოცოთ ჩვენს მღვდელმთავარს მეუფე მელქისედეკს ჩვენს ეპარქიაში დადგინების 11 წლისთავი. გუშინ ვფიქრობდი და გადავხედე ჩამონათვალს 22 ეკლესია აშენდა და იკურთხა მეუფე მელქისედეკის ჩამობრძანების შემდეგ ეპარქიაში. რამოდენიმე სასულიერო პირი ეკურთხა და მოღვაწეობს სხვადასხვა სოფლებში, ქალაქში და დამშვენდა და გამშვენდა ჩვენი ეპარქია როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა საკითხებით, რომელიც აქტუალური იყო ჩვენ ეპარქიაში. ერთ-ერთი საკითხი ასევე ის არის, რომ მეუფე ამ წლების განმავლობაში არ ივიწყებს სოციალურ დაუცველფენებს და მათთან სტუმრობს, მათ სხვადასხვა ღონისძიებით ეხმარება, ტრაპეზულს მზადებს, როგორც დღეს კათარზისში, სესტაფონში და ხარაგაულში, სათნოების სახლში და როგორც მღვდელმთავარი ზრუნავს თავის ეპარქიაზე, ასე მინდა რომ ვისარგებლო რომ დავლოცო მეუფე უსურვო ჯანმრთელობა, დიდხანსიცოცხლე და მის მღვდელმთავრობა არ მოშალოს მართვა ჩვენს ეპარქიაში. საკმაოდ სასიხარულო და ბედნიერი ფუსფუსი არის კათარზისში, რადგან სტუმრად იმყოფება ჩვენი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი. მას 11 წელი შეუსრულდა, რაც მმართველობაში დაინიშნა. მას შემდეგ მართლაც დაეტყო ჩვენს ქალაქს, რაიონს, მოსახლეობას მისი მობრძანება და ეს იმით აისახება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაადგა ქრისტეს გზას, ძალიან ბევრი ადამიანები შეემატა მის მრევლს და ეს ნამდვილად სასიხარულოა და მისასალმებელია. დღეს მეუფე ამ დღესთან დაკავშირებით თავის სამეუფეო ტრაპეზით უმასპინძდება ჩვენს ბენეფიციარებს და ეს წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება და ეს უკვე ტრადიციათაც ჩამოყალიბდა ჩვენთან და განსაკუთრებული მენიუთი, რა თქმა უნდა, თავისი ხორცის კერძით და ტკბილეულით გავანებივრეთ დღეს ბენეფიციარები. თავისივე ხელით მოემსახურა დღეს ბენეფიციარებს, ამასაც ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ეს მას დიდ ბედნიერებას ანიჭებს და ამით კიდევ აისახება მისი პიროვნულობა და მისი თავდაბლობა და მოკლედ მე მოხარული ვარ მთელი გულით და სულით ულოცავ ჩემს კოლექტივთან, ჩემს ბენეფიციარებთან ერთად მეუფეს ამ ლამაზ დღეს და უსურვებ, რომ კიდევ მრავალი ათწლეულები აეთვალოს ეპარქიის მმართველობაში. ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ შობა ახალ წლებს ჩვენს ბენეფიციარებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს და უსურვებ ჩვენს ხალხს, რომ ბედნიერი წელი დაგვიდგეს, მშვიდობიანი წელი დაგვიდგეს და უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ ქვეყანას.